28 თებერვალს თეთრ სახლში ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა, რომელიც reality shows ან დარე ხარისხის ქართულ პოლიტიკურ თოქ-შოუს გავდა, სადაც მონაწილეებმა ერთმანეთს უნდა აგინონ, ხელით შეეხონ, წყალი შეასხან და ასე შემდეგ. ალბათ ბოლო 25 წლის განმავლობაში ჩვენ ვერ გავიხსენებთ უმაღლესი რანგის შეხვედრას, რომელიც ასე არადიპლომატიურად წარიმართა, მით უმეტეს პრესის წინ და მით უმეტეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მონაწილეობით. ტრამპსა და ზელენსკის შორის ვისი მხარდამჭერიც არ უნდა ვიყოთ, ვისკენაც არ უნდა იხრებოდეს ჩვენი სიმპათია, ერთი რამ ფაქტია. ის, რაც ვაშინგტონში ვიხილეთ, იყო სანახაობა, შოუ და საერთო არაფერი ჰქონდა კონსტრუქციულ პოლიტიკურ დიპლომატიურ დიალოგთან. დავიწყოთ სულ თავიდან, ნაწილ-ნაწილ განვიხილოთ თუ რა მოხდა თეთრ სახლში, როგორი დასკვნების გამოტანა შეგვიძლია და ბოლოს მოდით ასეთი რაღაც გავაკეთოთ. ამბავს შევხედოთ 4 პოზიციიდან: ამერიკის, უკრაინის, რუსეთის და ევროპის. მანამდე კი სანამ თემას გავაგრძელებთ, შეგახსენებთ, რომ არხის სპონსორი არის ტექნიკის ონლაინ მაღაზია PopShop-G. შეგიძლიათ გადახვიდეთ საიტზე, სადაც დაგვდებათ უზარმაზარი არჩევანი სხვადასხვა ტექნიკის და პროდუქციის, შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ნივთი და მას ნებისმიერ მისამართზე უფასოდ მოგიტანენ. ასევე თვალი ადევნეთ უახლეს ფასდაკლებებს. 28 თებერვალს ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჩაფრინდა. ამ ვიზიტს რამდენიმე მიზანი ჰქონდა და მათ შორის ერთ-ერთი უკრაინულ მინერალებთან დაკავშირებულ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა იყო. ეს შეთანხმება ამერიკას წვდომას მისცემდა უკრაინის იშვიათ მინერალებზე, რომლებიც დღეს ასე მნიშვნელოვანი არის თანამედროვე ტექნოლოგიის წარმოებაში. სანაცვლოდ კი უკრაინა ამერიკისგან სამხედრო დაფინანსების მიღებას გააგრძელებდა რუსეთთან კონფლიქტში. შეხვედრის შემდეგ მხარეებს ასევე უნდა ემსჯელათ ომის მშვიდობიანი გზით დარეგულირებაზე. ხილული დაძაბულობა უშუალოდ ოვალურ კაბინეტში შესვლამდე დაიწყო. მაშინ, როცა პირველივე შეხვედრისას ტრამპმა ზელენსკის ჩაცმულობაზე გაამახვილა ყურადღება და გამოპრანჭულხა, რომ ეხუმრა. როგორც შენიშნავდით, ზელენსკის ომის დაწყების პირველივე დღიდან ძირითადად ეგრეთ წოდებული მილიტარისტული მწვანე ფორმა აცვია. ტრამპთან შეხვედრაზე მას შავიზე დაეცვა, რაც ამერიკის პრეზიდენტისთვის ხუმრობის თემა გახდა. ნახეთ, როგორი გაურკვევლობა და უხერხულობა შეინიშნებოდა ზელენსკის სახეზე ტრამპის კომპლიმენტის შემდეგ. Pretty close. How are you? Pretty shut. He's all dressed up today. President Trump, what's your message to Vladimir Putin, sir? President Trump. მოგვიანებით დრეს კოდზე უკვე უშუალოდ ოვალურ კაბინეტშიც კითხეს. ამჯერად Fox-ის წამყვანმა ბრაიან გლენმა, რომელიც ტრამპის გუნდის წევრის მარჯორი გრინის შეყვარებულია. გლენმა ზელენსკის კითხა თუ რატომ არ ეცვა კოსტუმი ამერიკის უმაღლეს კაბინეტში ყოფნისას და ჰქონდა თუ არა პიჯაკი საერთოდ. Why don't you wear a suit? Why don't you wear a suit? You're the highest level in this country's office and you refuse to wear a suit. Just want to see if do you own a suit? Yeah, problems. A lot of Americans. რაზეც უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ომის დასრულების შემდეგ შეიძლება ჩაიცვას ისეთი პიჯაკი, როგორიც აქვს გლენს, ან უფრო უკეთესი, ან უფრო იაფასიანი. ვიცი, რომ ახლა უბრალოდ ამბავს ყვები, მაგრამ ასეთ კომენტარს გავაკეთებ, რომ რამდენიმე დღით ადრე იმავე კაბინეტში იმყოფებოდა ილონ მასკი, რომლის დრესკოდი იყო კეპი და დაპრინტული მაისური. არც ეს არ ჯდება სტანდარტებში, თუმცა ამის შესახებ პრეტენზია არავის ჰქონდა. მთლიანობაში შეხვედრა წყნარად მიმდინარეობდა, იყო გამორჩეული მომენტებიც, მაგალითად, როდესაც ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკამ უფრო მეტი დახმარება გაუწია უკრაინას ვიდრე სხვებმა, ზელენსკიმ რამდენჯერმე შეუსწორა, რომ ეს ასე არ იყო და ევროკავშირის დახმარება უფრო მეტი იყო. სიტუაცია დაიძაბა, როდესაც საუბარში ჩაერთო ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი JD Vance. რა მოხდა? ჟურნალისტმა იკითხა, რომ ხალხში არის განცდა, თითქოს ტრამპი უფრო და უფრო უახლოვდება პუტინს და ამ ბრალდებას როგორ უპასუხებდა პრეზიდენტი. ტრამპმა უპასუხა, რომ ის არის ყველას მოკავშირე, მათ შორის ევროპის, უკრაინის და მისი სურვილი არის, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი. ამ დროს ინიციატივა აიღო ხელში JD Vance-მა და განაცხადა, რომ ამერიკას ყავდა სხვა პრეზიდენტი, რომელიც აბსოლუტურად სხვა ტონში საუბრობდა, რამაც გამოიწვია ის, რომ პუტინი შეიჭრა სხვა სახელმწიფოში, გაანადგურა ქალაქები და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, აქ ბაიდენს გულისხმობდა. ახლა დრო არის ვცადოთ დიპლომატიური გზით. რაც ამერიკას კარგ ქვეყნად აქცევს, არის ის, რომ დიპლომატიური ზემოქმედება შეუძლია და ზუსტად ამას აკეთებს ტრამპი, აღნიშნა Vance-მა. ამ პასუხზე კი უკვე ზელენსკი ჩაერთო და ვიცე-პრეზიდენტს უპასუხა, რომ 2014 წელს მოხდა უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია რუსეთის მიერ, მაგრამ პუტინი არავინ შეაჩერა. მან ჩამოთვალა ადმინისტრაციები ობამა, ტრამპი, ბაიდენი და შემდეგ უკვე ტრამპი, მაგრამ ამ პერიოდის განმავლობაში პუტინი ვერავინ შეაჩერა და დასძინა, რომ ღმერთის იმედია ტრამპი შეძლებს პუტინის შეჩერებას. ზელენსკიმ გაიხსენა, რომ იმ პერიოდში მას ჰქონდა პუტინთან დიალოგი.
კერძოდ 2019 წელს ხელი მოაწერა სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მაკრონთან, მერკელთან და პუტინთან. მათ გააფორმეს ასევე შეთანხმება ბუნებრივ აირზე. თუმცა პუტინმა დაივიწყა ეს შეთანხმება და 2022 წელს მასშტაბური ომი დაიწყო. არ მოაწერა ხელი ასევე ტყვეების გაცვლაზე. ამ ყველაფრის თქმის შემდეგ კი ვენს მიმართა პუტინთან რა სახის დიპლომატიაზე საუბრობდო. What kind of diplomacy, JD, you are speaking about? What do you mean? აქ უკვე ჩემაც ვიტყვი რომ ეს საუბარი, ეს შეკითხვა ზელენსკის ამ კალაპოტში არ უნდა გადაეყვანა. ეს არის საკითხი, რომელიც უნდა განიხილონ ჟურნალისტებისა და პრესის გარეშე. თანაც ამ ფორმით შეკითხვის დასმა ვენსისთვის იყო შეურაცხმყოფელი. ნახეთ, განა ზელენსკი არ იყო მართალი, როდესაც ასე შემოუბრუნა შეკითხვა. უბრალოდ იმ მომენტში ამის საჭიროება ჩემი აზრით არ იყო. ვენსმაც უკვე სხვა სიფრთხეში გადაუყვანა დიალოგი. უთხრა, რომ ადამიანური რესურსის პრობლემა აქვს და როცა ოვალურ კაბინეტში მოდის და ტრამპი კონფლიქტის დასრულებას ცდილობს, მადლობელი უნდა იყო. აქ უკვე აყვნენ ერთმანეთის ურთიერთბრალდებებში და ზელენსკიმ კითხა ვენს, ოდესმე თუ ყოფილა უკრაინაში და თავისი თვალით ადგილზე თუ უნახავს რეალურად რა პრობლემები აქვთ უკრაინელებს. აქ სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა და ვენსმა უპასუხა, მე ვიცი რომ თქვენ ჩაკავთ ხალხი უკრაინაში და პროპაგანდისტულ ტურებს უწყობდო. ასევე უარყოფთ იმას, რომ ადამიანური რესურსის პრობლემები გაქვთ და ფიქრობ, რომ ოვალურ კაბინეტში მოსვლა და ადმინისტრაციის წევრებზე თავდასხმა პატივისცემის გამოხატვა არისო? ვენსის ამ პროვოკაციულ შეკითხვებზე ზელენსკი კიდევ უფრო ავარდა და უპასუხა, რომ ომის პერიოდში ყველა ქვეყანას აქვს პრობლემები, მათ შორის თქვენც. უბრალოდ თქვენ გაშორებთ ლამაზი ოკეანე და ახლა ვერ გზნობთ, მაგრამ მომავალში იგრძნობთ ამ პრობლემებსო. ეს ლამაზი ოკეანე არის ტრამპის ციტატიდან, რამდენიმე დღით ადრე მან განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ევროპისთვის უფრო მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამერიკას ყოფს ლამაზი ოკეანე, ამ წყნარი ოკეანე იგულისხმება. აქ უკვე მთავარი ჩაერთო დიალოგში და საკმაოდ გაბრაზებულ ტონში ტრამპმა უთხრა ზელენსკის, შენ ნუ გვეუბნები ჩვენ რას ვიგრძნობ და რას არავ. შენ არ ხარ იმ პოზიციაში, რომ ჩვენ რამე გვიგარნახო და ვენსი ახლა სწორს გეუბნებაო. არ ხარ მომგებიან პოზიციაში და არ გაქვს კარგი კარტები. ზელენსკიმ ყისიერად უპასუხა კარტის სათამაშოდ არც ჩამოვსულვარო. რაზეც ტრამპმა კიდევ უფრო გაბრაზებულად გასცა პასუხი, რომ შენ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით და მესამე მსოფლიო ომით თამაშობ და ახლა შენ რასაც აკეთებ, ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელი არისო. ესტაფეტა ისე ვენსმა გადაიტაცა და ზელენსკის კითხა, ერთხელ მაინც თუ გითქვამს მადლობა იმისთვის, რა დახმარებასაც ამერიკა გიწევსო. რა თქმა უნდა, რომ ზელენსკის ერთხელ კი არა, უამრავჯერ უთქვამს მადლობა როგორც პირად კომუნიკაციაში, ისე სოციალური ქსელების მეშვეობით. შემდეგ ვენსმა შეკითხვა ჩააკორექტირა და თქვა, რომ არა, ახლა რომ მოხვედი ოვალურ კაბინეტში, ახლა თუ თქვი მადლობაო. ზელენსკიმ ვენსისთვის პასუხისგაცემა სცადა და უთხრა, რაც უფრო ხმამაღლა ილაპარაკებ ომზეო, მაგრამ ამ დროს ტრამპმა გააჩერა, არ ლაპარაკობს ხმამაღლაო. აქ კიდევ ერთი უსიამოვნო მომენტი იყო. ვოლოდიმირმა ტრამპს კითხა, შეიძლება პასუხი გავცე ვენსო, რაზეც ამერიკის პრეზიდენტმა მიუგო. არა, ისედაც ბევრი ილაპარაკეო. სულელმა პრეზიდენტმა თქვენ 350 მილიარდი მოგცათ და რომ არა ამერიკის დახმარება, ორ კვირაში დამთავრდებოდა ომი. ზელენსკიმ უპასუხა 3 დღეშიო. ეს პუტინისგანაც უკვე მოვისმინე. ფიქრობ, პოლიტიკური თვალსაზრისით ესეც უხეში შეცდომა იყო, ასეთი აქცენტი ზელენსკის არ უნდა დაესვა და ტრამპი და პუტინი ამ დიალოგში ერთ სიფრთხეში არ უნდა დაეყენებინა. შემდეგ ტრამპმა უპასუხა, რომ არ არის მართალი, მისი ადამიანები იხოცებიან, ქალაქები ნადგურდებიან და ზელენსკი აქ ჩამოვიდა ოვალურ კაბინეტში და ადამიანებს ეუბნება, რომ არ სურს ცეცხლის შეწყვეტა. ჟურნალისტის კითხვაზე კი რა იქნება თუ რუსეთი დაარღვევს ხელშეკრულებას, ტრამპმა უპასუხა, რომ რა იქნებაზე ვერ ვიქნებითო. რა იქნება თუ ახლა თავში ბომბი დაგეცემაო. ბაიდენი და ობამა პატივს არსებდნენ პუტინს და ისიც მოქმედებდა შესაბამისად. მე კი პატივს ვცემ და კარგი ურთიერთობა მაქვსო. ბოლოს იმით მოჩა, რომ ტრამპმა უთხრა ზელენსკის, მოგეცით შენ ძალა, რომ მაგარი ბიჭი ყოფილიყავიო და ამერიკის გარეშე შენ ვერ იქნებოდი მაგარი ბიჭი. შენი ხალხი მამაცია, მაგრამ ან მოდიხარ შეთანხმებაზე, ან ჩვენ გავდივართ საქმიდანო და არ ვფიქრობ, რომ მადლიერი ხარ იმის, რაც გაგიკეთეთო. ეს იყო კონფლიქტის მთავარი ჰაილაითები. ახლა მივყვეთ რაღაცებს და აწი უკვე რასაც ვიტყვი, იქნება ჩემი აზრები. პირველ რიგში ზელენსკი ამერიკაში ჩავიდა იმიტომ, რომ მასსა და ტრამპს შორის დაწყებული კონფლიქტი მოეგვარებინა. ცნობისთვის გასულ კვირას ტრამპმა ზელენსკის დიქტატორი უწოდა, მერე მოგვიანებით თვითონვე დააყენა თავის სიტყვები ეჭქვეშ. ნამდვილად ასე ვთქვიო? ეს იყო შეხვედრა, რომელიც წყვეტდა ამერიკის მიერ უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას ან ამ მხარდაჭერის მასშტაბს. ანუ იმის თქმა მინდა, რომ პირველ რიგში ეს შეხვედრა უკრაინისთვის იყო უმნიშვნელოვანესი. აქედან გამომდინარე ზელენსკის მართებდა ბევრად კორექტული და დამთმობი ყოფილიყო. იმის მიუხედავად, რომ მართალი იყო.
თავარი, რაც უნდა გაეთვალისწინებინა, მისი საქმე გაკეთებულიყო წარმატებულად და ვენსის და ტრამპის ტონი, რეპლიკები, გარედან ტანსაცმლის დრესკოდზე შენიშვნები უბრალოდ დაეკიდებინა. პრინციპში, მაკრონმა და სტარმერმა ზუსტად ეს გააკეთეს. უცინოდნენ ტრამპს, აგრძნობინებდნენ, რომ სიტუაციას ის აკონტროლებს, მაგრამ არ აყვნენ არაფერში. თუ კი შეეწინააღმდეგნენ, ეს მაღალი ოსტატურობით შეასრულეს, მაგალითად მაკრონმა. საფრანგეთის და ბრიტანეთის ლიდერებმა ტრამპთან შეხვედრისას აჩვენეს მაღალი პოლიტიკური კლასი. სათქმელი ისე უთხრეს, რომ ეს არ გადაზრდილა დიდ დაპირისპირებაში. მაგრამ ამის თქმის დროს ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ ზელენსკის რეალობა და მაკრონისა და სტარმერის რეალობა ერთი და იგივე არაა. მათი ემოციური ფონი თუნდაც ერთი და იგივე ფიზიკურად ვერ იქნება. ემოციურ ფონს რაც შეეხება, გასულ ვიდეოებში მე რეკომენდაცია გავუწიე კეტოგენიჯის ოპტიმაიზერს. ის აუმჯობესებს ფოკუსირებას, მეხსიერებას, ტვინის სისწრაფეს, ამცირებს სტრესს, შეგეძლებათ გაცილებით მეტი ინფორმაციის გადამუშავება შეძლოთ და ნაკლებად დაგეღლებათ გონება. შესაძენად კი ეწვიეთ თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირი ნომერი 12, ან შეუკვეთეთ პირდაპირ საიტიდან. ბმული იქნება აღწერაში. არადა რომ დაუბრუნდეთ თემას, ზელენსკის ეს შეკითხვები სავსებით სამართლიანი იყო. ჩვენ გვაქვს უამრავი პრეცედენტი, როდესაც პუტინთან დაიდო ხელშეკრულება და შემდეგ მოხდა მისი დარღვევა და ზელენსკიმაც ესე კითხა, რომ ამ შემთხვევაში განსხვავებული რა იქნებოდა. მაგრამ არაფერი არის საერთოდ იმაში სასარგებლო, ამდენი პრესის და შესაბამისად მილიონობით აუდიტორიის წინ ტრამპს ისტორიული ფაქტები შეუსწოროთ და შემდეგ დახმარება მოსთხოვო. აქ მე არ მესმის ერთი რაღაცის. ნახეთ, ტრამპს სურს, რომ ეს ომი ნებისმიერ ფასად რაც შეიძლება მალე დაასრულოს. თუ კი ამას მიაღწევს, მისი ამომრჩეველი აღფრთოვანდება და დაკმაყოფილებული დარჩება. მაგრამ მეორე მხრივ რო შევხედოთ, ომის დასრულება უკრაინისთვის არახელსაყრელ პირობებზე, ეს ავტომატურად რუსეთის გამარჯვებას ნიშნავს. ახლა პუტინი ბევრად მომგებიან სიტუაციაშია. ფრონტზე სტაბილურად აქვს საქმე, შესაძლოა პატარ-პატარა წინსვლები აქვს, მაგრამ მაინც წინსვლა აქვს. ბევრად დალაგებული ვითარება აქვს წარმოებაში და იმ პოზიციაშია, რომ შეუძლია ზავის პირობების კარნახი. ასეთი ვითარება ასეა თუ ისეა ამერიკას რეპუტაციულად ასუსტებს. ასევე პირადად ჩემთვის გაუგებარი არის, რით ამყარებს ტრამპი ამ შეთანხმებას. ამ დიალოგშიც ის თქვა, რომ პუტინს ჩემთან აქვს კარგი ურთიერთობა და არ დაარღვევ შეთანხმებასო. კარგი, აი დაუშვათ, გარანტირებულად ვიცით და ტრამპიც დარწმუნებული არის, რომ სანამ ის იქნება პრეზიდენტი, პუტინი ზედმიწევნით დაიცავს ხელშეკრულებას. მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც ტრამპი თანამდებობას დატოვებს? თვითონ დასავლური მედია და გამოცემები იმას წერდნენ, მათ შორის ამერიკულებიც იმას წერდნენ, რომ მინერალების მოპოვების შესახებ დოკუმენტში მკაფიო მშვიდობის გარანტიები არ ჩანდა. კი, აქ საქართველოშიც იწერება, რომ აი ამერიკული კომპანიები რომ შევლენ მერე ვეღარ გააგრძელებს რუსეთი ომს და ასე შემდეგ, მაგრამ ფაქტია, ასე მარტივად და ცალსახად არ იყო ეს დეტალები ჩაშლილი. ამიტომ ბუნებრივია ინტერესთა კონფლიქტი ზელენსკისა და ტრამპს შორის ეს იყო. თუმცა არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა განეხილოთ საჯაროდ. არ უნდა მიეცა ზელენსკის იმის შესაძლებლობა, რომ მაღალ ტონებში გადაზრდილიყო საუბარი, რადგან შეცდომებს დაუშვებდა. შეცდომები კი იყო. თითქოს ჭკუას არიგებდა, რომ თქვენ ახლა კარგად ხართ და მერე ნახეთ რა დაგემართებათ. ეს ყველაფერი საბოლოოდ საწინააღმდეგოდ დაუბრუნდა და ახლა სალაპარაკოც ექნებათ, რომ ხო ხედავთ, არ უნდა ამ კაცს მშვიდობა და რა ვქნათ ჩვენ. კიდევ კარგი მედია იყო და კიდევ კარგი თქვენც მოწმეები ხართო. ახლა მინდა ვცადოთ ის, რაც თავში ვთქვით. ანუ პრობლემას შევხედოთ იმდენი კუთხით, რამდენი მონაწილეც არის კონფლიქტში. დავიწყოთ მოდით უკრაინით. რა თქმა უნდა, უკრაინისთვის არ არსებობს არც ერთი ხელშეკრულება, არც ერთი შეთანხმება, რომელიც ომს შეწირულ ჯარისკაცებად, მოქალაქეებად, ადამიანებად, მიწასთან გასწორებულ ქალაქებად ღირდეს. ანუ რომ მორჩება ომი და თქვან რომ ხო, ნუ აი ვიომეთ, ამდენი ადამიანი დავკარგეთ, მაგრამ ეს ამ შეთანხმებად ღირდა. ასეთი არაფერი არ იქნება. უბრალოდ ასეთი არის მხოლოდ ერთი, რომ თქვან რომ ხო, აი ღირდა. ეს არის რუსეთის ომში დამარცხება, რისი პირობებიც ამ ეტაპზე საერთოდ არ ჩანს. სამაგიეროდ შესაძლებელი არის ისეთი უსაფრთხოების გარანტიების მიღება, რომ ახლა რაც მოხდა და რამ მსხვერპლიც გაიღეს, მომავალში აღარ განმეორდეს. საჭიროა ამ რისკების გადაზღვევა. ვიღაც რაღაცას დაპირდა, ვიღაცამ რაღაცაზე ხელი მოუწერა, ეს არ მოქმედებს. ეს არ არის უსაფრთხოების გარანტია. მეტიც საერთოდ არაფრის გარანტია არ არის. უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი შეთანხმებები იდება კონკრეტული დროის პერიოდის აქტუალურობიდან გამომდინარე. ხვალდაზე, როცა მოცემულობა იცვლება, ირღვევა ზავები და პირობები. წარმოიდგინეთ, რუსეთი არის თვითონ პუტინის დიდი ინტერვიუები იწყება იმით, რომ
ადრე დასავლეთი რუსეთს დაპირდა, რომ აღმოსავლეთ მიმართულებით არ გაფართოვდებოდა მათი სამხედრო ალიანსი, მაგრამ მერე დაივიწყეს, დაიკიდეს და მოატყუეს რუსეთი, ხო და სადაც თვითონ დიდი მოთამაშეები ერთმანეთის წინააღმდეგ ასე ბინძურად თამაშობენ, რა გასაკვირი არის, რომ საქართველო, უკრაინა და მსგავსი ქვეყნები მათთვის უბრალოდ პაიკები არიან. ჩვენაირ ქვეყნებს ისტორიამ საკმარისად ურტყა თავში იმისთვის, რომ რაღაც შეთანხმებების იმედზე არ ვიყოთ, ხო და კონკრეტულად ამ ჭრილში ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ისტორიის, წარსულის და გამოწვევებიდან გამომდინარე, მე ზელენსკის და უკრაინის მესმის. არ იკვეთება იმ მინერალების მოპოვებაში მტკიცე მშვიდობის კონტურები. აქედან მარტივია ვისაუბროთ და ვთქვათ, უნდა დათანხმდესო, მაგრამ არ არის საკმარისი ხანგრძლივი მშვიდობის შესანარჩუნებლად. ამხელა კატასტროფას, ამხელა ტრაგედიებს, ამხელა ზარალს ნამდვილად ისეთი ზავი უნდა აზღვევდეს, რომ უკრაინასაც ჰქონდეს მშვიდობის შენარჩუნების ბერკეტი და არ იყოს მხოლოდ ფურცელზე ხელმოწერილი დოკუმენტის იმედად. ჩვენნაირი ქვეყნებისთვის, რომლებიც დიდი და ამბიციური იმპერიების კარზე არიან, არასდროს იქნება საკმარისი ვიღაცის გარანტიები და ხელმოწერა. ამას ისტორია კარგად გვასწავლიდა. ამერიკის თვალით რომ შევხედოთ სიტუაციას, საქართველო ან უკრაინა არასდროს განიხილებოდა როგორც რუსეთის შემაკავებელი ძალა. შესაბამისად, საერთაშორისო, უпростоროდ მოდი ასე ვიტყვი, უშუალოდ ამერიკა ფსონს არ ჩამოვიდოდა. აქ არ მინდა არასწორად გამიგოთ, შემაკავებელ ძალად არ განიხილებოდა, თორე წინააღმდეგობის გამწევი ძალა შეიძლება იყოს პოტენციურად ნებისმიერი ქვეყანა. შეკავება სხვა არის, წინააღმდეგობა სხვა, თორემ თქვენ წარმოგიდგენიათ, ასეთი ბუნდოვანი პოზიციები გქონდეს ამერიკას ან ისრაელთან, ან ტაივანთან, ან იაპონიასთან, ან სამხრეთ კორეასთან დაკავშირებით. მხარდაჭერის, ნდობის და იმედის გამართლების ხარისხი დაბალია უკრაინის შემთხვევაში. ამას კიდე ცალკე მიზეზები აქვს, მაგრამ არ არის ამერიკისთვის უკრაინა პერსპექტიული. შესაძლოა ტრამპი ფიქრობს, რომ უკრაინის ხელით ამერიკას რაც შეეძლო, რუსეთს ისედაც დიდი ზარალი მიაყენა და აღარ ღირს რესურსების ჩაყრა ამ კონფლიქტში. ჩემი აზრით, ჩვენ გვიჭირს იმისთვის თვალის გასწორება, რომ დიდი ქვეყნებისთვის სხვა ყველა დანარჩენი მიზნის მიღწევის ერთ-ერთი ინსტრუმენტია. ამერიკა იმის გამო, რომ რუსეთს დისკომფორტი შეუქმნას და საკუთარი უსაფრთხოება განიმტკიცოს, კონკრეტულ ქვეყანას ზუსტად იმდენ ტექნიკას, სადაზვერო მონაცემებს, საიდუმლო ინფორმაციას და საერთაშორისო ლეგიტიმაციას მისცემს, რამდენიც საკმარისი იქნება მხოლოდ ამ დისკომფორტისთვის. იგივე ითქმის რუსეთზეც. დასავლეთის წინააღმდეგობის ქვეყნებს იმდენ ლეგიტიმაციას, იარაღს და ინფორმაციას მიაწვდის, რამდენიც საკმარისია მხოლოდ წინააღმდეგობისთვის. არასდროს არ წავა რუსეთი პირობითად ირანში საომრად, რომ ირანმა ამერიკისგან სრულად მოიშოროს გავლენა. ასევე პირიქით, არ მოვა ამერიკელი უკრაინაში, რომ თვითონ იომოს რუსეთის წინააღმდეგ. დაზვერვა? კი ბატონო, სად აქვს დამალული და შენიღბული მატერიალურ-ტექნიკური შემადგენელი? კი ბატონო, გეტყვის. იარაღი გესაჭიროება? მშვენიერია, წაიღე. როცა ამაზე მეტი საჭიროება დგება, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ აი ახლა უკვე თვითონაც მოვლენ და თვითონაც ჩაერთვებიან, მაგრამ თვითონ სულ სხვანაირად უყურებენ საკითხს. მივეცით ფული, ვაომეთ, იარაღი დაურიგეთ, საიდუმლო ინფორმაცია გაუზიარეთ, მაგრამ აწი უკვე დრო ამორჩეს, რაც არის ეგ არის. დავამთავროთ. რაც შეეხება ევროპას, ვენსის გამოსვლის შემდეგ ეს ამბავი მით უმეტეს შეგვიძლია მივიჩნიოთ კიდევ ერთ მკაფიო ხის აშკარა მინიშნებად, რომ მსოფლიო დღის წესრიგის შეცვლასთან ერთად იცვლება მსოფლიოს უსაფრთხოების არქიტექტურა. დროის კონკრეტულად ამ ეტაპზე ტრადიციული მიდგომა, რომ ამერიკა ყოველთვის იქნება ევროპის უსაფრთხოების სადარაჯოზე, კითხვის ნიშნის ქვეშ არის. უკრაინის კონფლიქტის ისეთი პირობებით დასრულება, რომელიც არ იძლევა მტკიცე მშვიდობის გარანტიას, პირდაპირ ევროპას უქმნის საფრთხეს, რადგან უკრაინის დასავლეთით სულ ნატოა. ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ რუსეთისგან ევროპა უნდა ელოდოს მეტ პროვოკაციას, მეტ პოლიტიკურ-ეკონომიკურ შანტაჟს, ზეგავლენის მოპოვებას და აგენტურული ქსელის გაფართოვებას. ამაზე თუ ამერიკა თვალს ხუჭავს, რომელსაც ლამაზი დიდი ოკეანე აშორებს ევროპისგან, მაშინ თვითონ ევროპამ არ უნდა დახუჭოს თვალი. ისე როგორც არასდროს უნდა იყოს ერთიანი და რაც მთავარია, გადაჭრით მოქმედება შეეძლოს. ევროკავშირმა თუ თავისთავი ამოწურა, საჭიროა გარდაიქმნას ეკონომიკურ იდეებთან ერთად სამხედრო იდეა შესთავაზოს, მოახდინონ ჯარის გაერთიანება, კოორდინირებული მუშაობა, მეტი დახმარების გაცემა და რაც ყველაზე მთავარია, გააძლიერონ სამხედრო მრეწველობა. ერთი რუსეთი მთელ ევროპაზე მეტს ვერ უნდა აწარმოებდეს. თუ რუსეთი აქეთ ხედავს საფრთხეს და ძლიერდება, მაშინ ევროპამაც ხომ უნდა დაინახოს აღმოსავლეთიდან მომავალი საფრთხე და შესაბამისი ნაბიჯები გადადგას. თორე მერე უკვე ძალიან გვიანი იქნება, როგორც ეს პრაქტიკაში ხდება. უშუალოდ რუსეთი, კონკრეტულად ტრამპის ზელენსკის ურთიერთობის გახლეჩვით, ამერიკის ევროპისგან დისტანცირებით, რა თქმა უნდა, მოგებული რჩება.
მარტო იმით, რაც თეთრ სახლში 28 თებერვალს ვნახეთ, იმით, რომ ვენსმა და უპირველეს ყოვლისა ტრამპმა მისცა საშუალება სიტუაცია დამსგავსებოდა მასკარას და საჯაროდ ერთმანეთისთვის რაღაცები დაებრალებინათ, რუსებს მშვენიერი საბაბი მიეცათ, რომ მეთქვათ: აი ახლა ამერიკელებმაც გაიგეს, რატომ დაიწყო ეგრეთ წოდებული სპეცოპერაცია. აი ახლა ამერიკელებმაც იგრძნეს, რომ ამათთან საუბარი შეუძლებელია. მთელი 28 თებერვალი და 1 მარტი ეს მესიჯები რუსებმა აქტიურად ამუშავეს ყველა სოციალურ ქსელში, მათ შორის X-ზე. ტრამპის ასეთი დამოკიდებულებით პუტინს მორალური უპირატესობა ეძლევა, რაც ყველაზე ნეგატიური არის ამ ამბავში. და ბოლოს ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენც ამ ყველაფრისგან უნდა ვეცადოთ რაღაც დასკვნები გამოვიტანოთ. პირველი ის არის, რომ ჩემთვის სრულად გაუგებარი არის მთავრობის ლიდერების განცხადებები იმის შესახებ, რომ აი ხო გამოჩნდა ახლა თურმე ვიღაცებს ომი არ უნდათ. აქ საქმე იმაში არის, რომ უბრალოდ არ ჩანს ხელშესახები რეალური მშვიდობის გარანტიები, რომელიც იქნება დროში განმტკიცებული. რა აზრი აქვს იმ ომის დასრულებას, რომელიც უნდა გაგრძელდეს ხვალ 1 წელიწადში, 2 წელიწადში, 5 წელიწადში და ასე შემდეგ. მით უმეტეს, რომ ისევ და ისევ ჩვენი რეალობიდან და ისტორიიდან გამომდინარე, ყველაზე მეტად ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს ასე არ უნდა მოხდეს. იმიტომ რომ არაერთ იმპერიას მთელი ისტორიის განმავლობაში, არაერთ იმპერიას და მათ შორის, რა თქმა უნდა, რუსეთს ჩვენ უამრავჯერ გადაუგდივართ. მე პირადად დიდი სიმპათიები არ გამაჩნია ზელენსკის მიმართ და ამას თავის მიზეზები აქვს. ეს არის ჩემი შეხედულება. მაგრამ ორი აზრი არ არის, რომ დაშვებული იყო მისი მხრიდან შეცდომები. თუმცა ახლა ამას რა მნიშვნელობა აქვს? რაც იყო, იყო. როგორ უნდა დადოს სამშვიდობო ხელშეკრულება ვიღაცის სიტყვის იმედზე და ეს როგორ არ უნდა ესმოდეს ჩვენი ხელისუფლების წევრებს. მართლა არ მესმის, რა საჭიროა კონტრასტის შექმნა, რომ აი ხედავთ, ტრამპს მშვიდობა უნდა და სხვებს არა. კიდევ ერთხელ ისეთ მშვიდობას რა აზრი აქვს, რაც არაფრით არის გამყარებული. და ბოლოს, მოცემულობა არის ასეთი. ეს ისევ და ისევ ჩემი ხედვები და აზრებია. უკრაინას ძალიან მკაფიოდ ეთქვა უარი ნატოზე. გულახდილები რომ ვიყოთ, ჩვენზეც უარი, აი მეტი რაღა უნდა მოხდეს, რომ ამის აღარ გვჯეროდეს. მიუხედავად ამისა, 2-3 ოპოზიციონერი მაინც გავა ბაზარში არჩევნების წინ და კარდაკარზე და ხალხს ეთქვის, რომ აი მე თუ მომცემ ხმას ნატოში შეგიყვან და ასე შემდეგ, რაც სამწუხაროდ ასე ვერ მოხდება. ხო და როცა ხვდები იმას, რომ არავის და ვერავის იმედზე ვერ იქნები, საკუთარი არმია და საკუთარი სამხედრო მრეწველობა ხომ უნდა განავითარო. არავინ ითხოვს იმას, რომ რუსეთის და თურქეთის დონის ჯარი შევქმნათ, არა, მაგრამ სომხეთზე მოწინავე ხომ მაინც უნდა ვიყოთ. სომხეთს რატომ უნდა ყავდეს ჩვენზე უკეთესი და თანამედროვე შეიარაღება? ეს ხომ სიგიჟია. რეგიონის 5 ქვეყნიდან ყველა ჩვენზე მოწინავეა. ამ სიტყვებს იმედია ვინმე სათავისოდ არ გადათარგმნის და არ დაიწყებს ამასაც თურმე ომი უნდა და ასე შემდეგ. არა, უბრალოდ რეგიონშიც არავინ არის ჩვენი კეთილი მეზობელი. ყველა მხრიდან საფრთხე არის. აგერ თურქეთი რომ თურქეთი არის, აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნებში, ანუ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საპრეზიდენტო არჩევნებში დააყენა თავის კაცი, რომელმაც კინაღა მოიგო, მეორე ტურში დამარცხდა. არა და ერთი შეხედვით თურქეთი ეს ხომ ჩვენი მეგობარია, ის ხომ პარტნიორი ალიანსის წევრია, მაგრამ ყველა ცდილობს გააკეთოს თავის საქმე, არაფერი პირადული. მათ შორის აზერბაიჯანს აქვს ინტერესები, სომხეთს, თურქეთს, რუსეთზე ხო საუბარი ზედმეტი არის. ჩვენ კიდე ნაცვლად იმისა, რომ სწორ დასკვნებს ვაკეთებდეთ თუ რა ხდება მსოფლიოში, რა ხდება რეგიონში, ერთმანეთს დავდევთ. ჩვენ, როგორც სახელმწიფო, ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებაზე უნდა ჩამოვიდეთ ფსონს. სხვანაირად არ გამოდის, ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი არის. დღეისათვის ასეთი ეპიზოდი გამოვიდა. დაწერეთ თქვენ რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე კომენტარებში, მე კი დროებით დაგემშვიდობებით.